მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მე და გენო გადავწყვიტეთ ტყის ქათამზე და ქედანზე სანადიროდ წასვლა. აგერ გყავს ჩვენი დებიუტანტი ნარდო, რომელიც დღეს პირველად ნახავს, როგორი ყურება. და მაქსიც ვინადირეთ წინაზე ტყის ქათამზე და ობა კარგი ძაღლია, რომელიც თავისუფლად ნადირობს. გენო, ლიმიტს ავიყვანთ დღეს. რა ვიცი, ნახოთ, ლიმიტს თუ არ ავიყვანთ, გავერთობთ მაინც, რაღაცას მაინც ვაკლებთ. იმედია. ნადირობა, დღის ნადირობა, თუ დღეში არ გახვედი, არ გაისერნე, არ გამოისერნე და რაღაცა მაინც შეგხვდება და ეს რაღაც არის დღეს გარეული ქათამი, ტყის ქათამი და ქედანი. ნუ გრიტით შეიძლება. და სულ ეს მაინც ჩაყვა. კვირა დღე არის, ცოტა ადრე მოგვიწია ქედანზე გამოსვლა, მაგრამ სახში ჯდომას ჯობია ბუნებაში გავედეთ, ვინადიროთ და გავერთოთ რა. ნარდო. სადა ხარ? დაიღალე. დაიღალე. მთელი გზა ეთერებოდა მაქსის. დღეს რა იარაღით ნადირობ? მასაი მარად. ლეგენდარული მასაი მარა. გენოს საყვარელი იარაღი. მე ვინადირებ ილდიზი ელეგანტ A3-ით, ორლულიანით. ეს ორლულიანი იარაღი მაქვს იმიტომ, რომ ვინადირო ქათამზე, ქედანზე და მწყერზე. ხოლო და სამ ობიექტზე. დანარჩენი უკვე ნახევრად ავტომატი და სხვადასხვა იარაღები. აბა წავედით, ლოკაციას ჯერ არ გეტყვით. როგორც კი შედეგებს დავდებთ, ეგრევე გეტყვით. სად ვინადირეთ, როგორ ვინადირეთ, რა ნომერის საფანტი გამოვიყენეთ, რამდენ გრამიანი, რა ფირმის ვაზნა და ასე შემდეგ. აბა წავედით. ქედანია εν რაოდენობა. ძალიან ბევრი გუნდები გადადის და იმედია გაგვიმართლებს და გადმოივლის ჩვენსკენაც. ცოტა შორს არის, მაღალზე არის და რამოს იმედია ცოტათი დაბალზე გადმოვა. ნარდო. ნარდო, მოდი აქ. ჩვენი ბიჭი. აბა წავედით. იარაღი არის ეს ილდიზი ელეგანტ A3 მაგნუმის ლულებზე 71 სანტიმეტრი ჩოქს ვიყენებ 5 ჭრილიანს და 4 ჭრილიანს ახლო მანძილზე სასრულად. ვაზნები 6 ნომერი. ეს არის იავჩედიტე 6 ნომერი კონტეინერი. ცოტა სუსტი იქნება, მაგრამ ვერ მომასწარი ვაზნების ყიდვა. და მეორე არის ავცის ვაზნა, რომელიც შევიძნე მაღაზია ვინჩესტერში. ესეც 6 ნომერი კონტეინერი. აბა წავედით. ქათამი არ იყოს. ნახე ნარდო. ნახე მიდი. უყურე იმას უყურე. ნარდოს უყურე. ფუ მაგას. იარაღი სიარული არ გამოგვადგება. გამოგვადგება. ავიჩიოთ ახლა ლოკაციას, რაც ფუ გადადეთ. კათი. ფუ ნარდო. წამ. გამიდიოთ, მე გადადიოდ. მოდი ჩემთან. ნარდო. შეიძლება აქაც გადმოვიდეს. შორია.
კიდე თავზე ბიჭო, თავზე გადაგვიარა აგე. ნარდო ეს იარაღს აქ ეგეთი ხმა ერთნაირ ვაზნებს ვისროდით კახეთში რო ვიყავით ქედანზე ხო და ქვემეხივით ვარდება ეს ლულის გაბურღულობა მოქმედებს მაგაზე. აგეთია ადრენალინი ორი გაისროლე. ო. წამო შევიწიოთ კიდე იქით. აი, კიდე მაღალზე გადადიან. ეს ორი ცალი ცოტა დაბალზე იყო. იქ უნდა გავნაწილდეთ წინ. ეს კაი ადგილია აქ გვერდზე. შეიძლება გადმოვიდეს. კი. ნახო, წა. ბიჭო. გადაინახე. აღარა მოკლედ არა. ორი ნორები უნდა ჩავდო. ნარდო მოდი აქ. ცოტა მაქვს ორი ნომერი. ნარდო მოდი აქ. ძალიან ძლიერი ფრინველია მოხვდა და ვერ ჩამოვაგდე. გუნდები გადადის აქ ზემოთ კიდე იქეთ. სავსეა. მოდი ნარდო. მოდი ნარდო, მოდი. მოდი ნარდო. დაჩეკი აქ, დაჩეკი. მოდი ჩემთან. ნარდო. მილიონობით გადმოდის. ნარდო, მოდი აქ. ნარდო. ჩემთან, დაჩეკი. მიდი, დაჩეკი. აი, მოდიან. აი, ზემოთ არიან ძალიან. გუნდია. დაიწიე. ნარდო, მოდი აქ, ნარდო, მოდი ჩემთან. ნახე რა გუნდია. მაღალია. გენო მაღალია.
ჩვენი საფანტები დაგვეყარა თავზე. მოდის და მოდის, არ ჩერდება. ნარდო, მოდი ჩემთან. მოდი ჩემთან, ჩემი ბიჭი, მოდი. მოდი ჩემი ჯვიანი ბიჭი, მოდი. წამო, ნახე რა გუდია. დაიწიოს დაბაზე. გენო საღამოს უნდა დაველოდოთ ჩვენ. მოდი, ნარდო. წამო ჩემი ბიჭი, მოდი. მოდი ჩემთან, მოდი. ნარდო. როგორია არესროლო, მაგრამ მაღალი იყო, 50 მეტრი მაინც იქნებოდა. საღამოს დაველოდებით და დაბალზე გადამოვა. აი ერთი წელი კიდე. ნარდო, მოდი ჩემთან. მოდი. ეს არის ჩემი ნარდო, რომელიც არის თითქმის 4 თვის და სახლიდან მარტო არ გამომიშვა. აი ეს ჭკვიანად იყავი ნარდო. ლეკვობიდანვე ვაჩვევდო. სულ ჩემთან იყოს ტყეშიც, სამსახურშიც, სახლშიც. ჯერჯერობით კაი ბიჭია. ნახოთ აბა სეზონზე რა სიზავს. მე შეიძლება დაიწყოთ ახლა. რატომ ატარებოდა ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც ესეთ ჩასაფრებით ნადირობთ აქ დიდი ენერგია არ ეხარჯება ძაღლს და მაინც არ დაიღლება. თორე ზოგადად ლეკვის დაღლა არ შეიძლება. თოფი საშკარად არ ეშინია. რა? როდის? 10 ცალი ერთ გასვლაზე. 10 ცალი ერთ გასვლაზე. და ერთი ამოდენიმე კიდე დაიკარგა. ხო არა მე? ნარდო მოდი. რას ლაპარაკობ? დედას ვწავარ ამას უტოვებდით ხოლმე იმდენი იყო. მოგლა შენ აქ ნახე ხა კიდე უნდა აციდო. ერთი 60-ს ნახე რამდენი მოვიდა. აი მეც რო ვიყავ ნახეები ისწორდა ვიძებული საიდამო. მილიონობით. სანამ შენ თვალით არ ნახავ მანამდე? არა მე მაგ ნახე და მჯერა ყველას უკვე სამასამო. ანა შეიძლება დავიდე просто. გორი ადგილები იქნება. იქები რო იყო. ის კონდეს რა ნახე სამხელახია. სამხელახია გადაწყვეტილი. ამაში სამხელახია გადაწყვეტილი. დამპალი და რამდენი წესი კონდეს წარმოგიდგენია. ოთი ზალა. მეშვიდე კლასი. სამისია. მეშვიდე კლასი გა. აკაში რა ეხლა. ერთი წელი მიდევს. ნარდო, მოდი. ფუ. ხედავ გზისკენ იჯდა. ჰა? ავიარეთ, არაფრინა ჩამოვიარეთ აფრინ. ეგ არის წესლე. ამოგეყარა. ჰა? აგრია წამოვიდა. არ გიძლა. დედალი ხოხობი? არ მოხდა ეს. არა და ბიჭო, იმენა მეტი სასროლი. რანკა ჩავიდაო და მეტი სასროლი რა გინდა, მეტიო.
იმენა ამოფრინა საკაიფო დღეა იფრინა. არა 800 უნდა აეღო წეს. თან მანევრებიც არ გაუკეთებია, ჩვეულებრივად წავიდა. რა არა პირველი 8 ნომერი რომ ხონოდა, აი იყო. ნარდო, ისე დაუმიზნე ამას. ნარდო. მოდი ჩემთან. აი ეს რუდის გაშლის ეს კონტეინერი ვიცი. ნარდო, მოდი იქ. არ იყო შორს, რა 20. 20 მეტრი. არ იყო კონტეინერი. ჰა? მოდი ჩემთან. დაჭიქი. მოდი ჩემთან. მოდი ჩემთან. მოდი ჩემთან. მოდი. Таджики, Нарту, таджики. Качерти. დაგვინახეს. ვიგინებ ვიდეოში რა, ტუ სვადებს სულ რა, თავიდანჯე. მეტი რასა. რა კარგად მოდიოდი. ფუნა ჭამია ნარდო. საჭმელს გაჭმე და ფუნას ჭამ, მაინც აწი ფუნას მოგიტან. ჭრიგვი ხო არა? არის ჭრიგვი. მე რო ვიყავი აქ ხავით, ხე იყო ტაქსეული რა. ხო. და იგი
ის უკანა იქეთ. მეც ეგ ადგილი მევასვე აკობივითაა გაკეთებული და ძალიან მაგარი ადგილია. სუროში ვждები ხოლმე მან და საღამოს მან თქვა ჩავიდე. კი, საღამოს მაგით წავიდეთ. ჩიჩახს რო გაუჭრის რკო აქ ნაჭამი. ოჰო. კი. მე მაგას ის როგორ ვაკეთებ? ხო. ეგ ბუნკერს ამოვუტავ და გურდიკეს ვაჯი და ამას ვაგდებ. ეს პრომაი ხეთმის მომანჯაგებს შეაფასო. ვერაფერი ვერ მოვინადირეთ. კედანი ვნახეთ. ხოხობიც ვნახეთ. მაღალზე გადმოდიოდა კედანი და ვერ შევძელით. მოპოვება. აცივდება. ცოტას დაველოდებით და ერთ კვირაში, ორ კვირაში უკვე ისეთი ამინდებიც მოვა, რომ შედარებით დაბალზე დაიწყებს გადმოსვლას. ახლა საღამო გამოფრენაზეც ველოდეთ და აშკარად ამ დღეში აღარ შემოსულა. წარმატებულ ნადირობას გისურვებთ. გერისროლა გენომ. წარმატებულ ნადირობას გისურვებთ და თუ გამოჩნდება სადმე რამე შემატყობინეთ. აბა, წარმატებულ ნადირობას გისურვებთ მეგობრებო. მომავალ შეხვედრამდე.